ადამიანის სხეულის 70% წყალია. თუ ჩვენი ორგანიზმი ამ წყლის 1 ან 2%-ის დაკარგავს, უკიდურეს წყურვილს განვიცდით. თუ ამ წყლის 5%-ის დავკარგავთ, კომაში ჩავარდებით. 12%-ის რომ დავკარგავთ, მოუკვდებით. არა მხოლოდ ადამიანები, არამედ არც ერთი ცოცხალი არსება ვერ გადარჩება წყლის გარეშე. ამიტომ წყალი თავად სიცოცხლეა. როგორც ჩვენ გვჭირდება წყალი ჩვენი ფიზიკური ცხოვრებისთვის, ასევე გვჭირდება სიცოცხლის წყალი ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვის შეუძლია მოგცეს ცოცხალი წყალი, რომელიც ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის გვჭირდება? მოდით გავარკვიოთ, ვინ აძლევს სიცოცხლის წყალს თითოეულ ეპოქაში ბიბლიის მეშვეობით. იეჰოვა მამის ეპოქაში, იესო ძის ეპოქაში და სული და პატარძალი სულიწმინდის ეპოქაში აძლევენ სიცოცხლის წყალს. ყველა საუკუნეში ყოველთვის ღმერთი იყო, ვინც სიცოცხლის წყალს აძლევდა. მაშ, ვინ არიან სული და პატარძალი, რომლებიც გვაძლევენ სიცოცხლის წყალს ამ ეპოქაში? გამოცხადება, თავი 22 მუხლი მე-18. სული და სასწლო ამბობენ. სურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. სული არის ღმერთი მამა. მაშ, ვინ არის პატარძალი? გამოცხადება, თავი 21 მუხლი მე-9. მოდი და გიჩვენებ სასწლოს, მკრავის ცოლს. მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა ღვთისაგან. დაწერილია, რომ სასწლო არის მოხსენიებული ზეციური იერუსალიმი, მკრავის ცოლი. ვინ არის ჩვენთვის ზეციური იერუსალიმი? გალატელთა თავი მე-4 მუხლი 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია, ის ყველა ჩვენგანის დედაა. ზეციური იერუსალიმი ჩვენი დედაა. ამიტომ სასწლო, რომელიც გვაძლევს სიცოცხლის წყალს სულთან, ღმერთ მამასთან ერთად არის ღმერთი დედა. მაშ, როგორ მოგცემენ სიცოცხლის წყალს? იოანეს თავი მე-6 მუხლი 54. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. როგორ შეგვიძლია ვჭამოთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი? ლუკას თავი 22 მუხლი მე-15. სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ ეურება. იესომ თქვა, რომ პასექის პური იყო მისი ხორცი და პასექის ღვინო მისი სისხლი. როდესაც ჩვენ ვიცავთ ახალი აღთქმის პასექს, შეგვიძლია მივიღოთ სიცოცხლის წყალი და გქონდეს მარადიული სიცოცხლე. გთხოვთ, დაიცავით ახალი აღთქმის პასექი და მიიღეთ სიცოცხლის წყალი ღმერთ მამასგან და ღმერთ დედასგან.